გამარჯობა. ეს გადაცემა უცხოსუნელია, მე მისი წამყვანი ალეკო ხილაშვილი ვარ. დღეს მოვამზადებთ იტალიური სამზადულოს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს, ეს იქნება ლაზანია. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს კერძი მზადდება ორი სხვადასხვა соусისგან. ანუ პირველი არის ბოლონიეზე და მეორე არის ბეშამელი. და ნუ თავარი რაც არის ამ შემთხვევაში ეს არის პასტა. ლაზანია, ჩვენებურად რო ვთქვათ, მაკარონის ერთ-ერთი სახეობაა. ლაზანია, როგორც სპაგეტი, როგორც ფეტუჩინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი სახეობა. ერთ-ერთი გახლავთ ლაზანია, რაც არის, ანუ ფუძე აი ამ კერძის. მოკლედ, პირველ რიგში რაც გვჭირდება, ეს არის საქონლის ფარში, დაგვჭირდება სტაფილო, ხახვი. იდეალური იქნება თუ გამოვიყენებთ ნიახურის ფესვს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში რატომღაც ვერ მოვიპოვე. და შევეცადე რომ ჩავანაცვლო რაღაც ზუსტად ესეთი ახალი გემოთი, ეს იქნება წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, დახეხილი პომიდორი, რომელიც თავის წვენშია შენახული, ბეშამელისთვის აუცილებლად კარაქი, ფქვილი და რძე. და კიდევ ერთ-ერთი უმთავრესი ინგრედიენტი ბოლონიეზისთვის ეს არის წითელი ღვინო, რომლის გარეშეც ეს არაფრად არ ივარგებს. მოკლედ დავიწყოთ პირველი რასაც შევუდგები ხა მე ბოსნეულის დამუშავებას. ხახვი, რა თქმა უნდა, შევეცავთ რომ მაქსიმალურად წვრილად დავჭრათ. ათას 1238-39 წლებში გამოცემული კულინარული წიგნში არის აღმოჩენილი აი ამ კერძის რეცეპტი, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ამ კერძის პოპულარიზება ძალიან მაგრად შეუწყო ხელი პოლონურმა სამზარეულომ, იმიტომ რომ პოლონურ სამზარეულოში არის ესეთი ძალიან გემრიელი და ძალიან მსგავსი კერძი ლაზანკები, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მეგობრებო. ეხლა შევეცდები დავჭრა სტაფილო. პირველი რასაც შევით ჭრით შუაზე, და შემდეგ უკვე კუბებად. შორის უნდა ვთქვა კიდევ ერთი რამ, რაც შეეხება ლაზანიას, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი კერძია და ამავდროულად ძალიან გემრიელი, ძალიან ნოყიერი, სერვირებითაც ძალიან ესე სიმპათიურად გამოიყურება თევზზე, ასე რომ შეიძლება ითქვას სასარგებლო კერძია. მაშინ ასე ჩავრთოთ გასხურა. ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ძალიან ბევრიც არ გვინდა, იმიტომ რომ ხორცს თავისთავად თავის ცხიმს გამოუშვებს და ხორცამდე კიდე მოთუშვის დროს თავარი არის რომ შევინარჩუნოთ აი ამ პროდუქტების გამოშვებული წვენი, რაც მნიშვნელოვნად უფრო გემრიელს გახდის ჩვენს კერძს. მოკლედ ეხლა ეს შეგვიძლია უკვე გადავიტანოთ ტაფელში. დავახურო თავზე. ახლა შეგვიძლია რომ დავუმატოთ უკვე ბულგარული. იგივე ტკბილი წიწაკა. დავუმატოთ ახლა მწვანეც. რა ცოტა კონტრასტული იყოს ჩვენი ლაზანიას ფენები. ანუ ერთადერთი რაც ხელს უშლის რომ ბოლომდე იტალიური დროშა იყოს, ეს არის სტაფილო, რომელიც სტაფილოსფერია. აქ ეხლა მარილის გარდა არ უმატებთ არაფერს, საერთოდ არც ერთ სუნელს. ეხლა დაველოდოთ, რომ ცოტა კარგად ჩაშუშტეს ბოსნეული და შემდეგ დავუმატებთ უკვე ფარშს. შეგვიძლია რომ უკვე ხორცი დავუმატოთ ბოსნეულს 1 კილოგრამი საქონლის ფარშია. აი ესე პირდაპირ არ უნდა ამას რაღაცა გადაყოლა და ლამაზად ჩაყრა ტაფაში, ცოტა ისე ბრუტალურად. თავარი არის რომ კარგად გავანაწილოთ ფარში ტაფაში, საბოლოო ჯამში არ დაგვრჩეს, ანუ არ შეიკრას და ბურთულებად არ იქცეს.
არა მაგისის ნუ შეგეშინდებათ, მაგის დაშლა ძალიან მარტივად შეგიძლიათ, უბრალოდ ან ჩანგლით, ან პიურეს საჭყლეტით შეგიძლიათ მიიღოთ ის კონსისტენცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ეხლა ცოტა ხანი ვადროოთ. დავახუროთ თავზე. უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ სოუს ბეშამელის მომზადება. ამისთვის დაგჭირდება კარაქი, ანუ თავიდან ბოლომდე გრამაჟს ვერ განსაზღვრავს ერთ-ერთი მზარეული, რომ აი ზუსტი რეცეპტი რო არსებობდეს, რომ აი მაგალითად 63 გრამი კარაქი ან ასე შემდეგ. კარაქი თვალით მეგობრებო. ანუ დაახლოებით ვიცით რა მასა გვაქვს და იმის მიხედვით რა მასა გვაქვს ხორცის. კარაქი გადნა, ეხა უნდა დავამატოთ ფქვილი და გვჭირდება სათქლეფი და ფქვილი. ნელ-ნელა ვამატებ თქვილს კარაქში და ურევთ სისტემატიურად, რომ კარაქში კარგად გაიხსნას ფქვილი, ანუ არ შეიკრას. და ფქვილის რაოდენობას რაც შეეხება, უნდა მივიღოთ საბოლოო ჯამში ფანტელებივით უნდა იყოს რა და შეიკრას უნდა მაქსიმალურად კარაქთან ერთად ფქვილი. ანუ აი უნდა მივიღოთ დაახლოებით აი ესეთი მასა, არც ძალიან შეკრული და ფხვიერი და არც ძალიან ესე ფაფისებრი და უკვე გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, უნდა დავუმატოთ რძე. ძალიან ხშირად დიასახლისები ცდილობენ, რომ ნელ-ნელა დაუმატონ რძე და უფრო ნაკლებ რძით დაიწყონ ამ ყველაფრის მორევა. მცდარია მეგობრებო ესა, პირდაპირ დაამატეთ რძე და მთავარი არის, რომ იდგეთ გასხურასთან და ურიოთ ძალიან დიდხანს, რომ ეს ყველაფერი გაიხსნას რძეში. წავედით. თავარი არის, რომ არ მოვშორდეთ გასხურას და ურიოთ სისტემატიურად და კარგად გაიხსნება დამიჯერეთ მეგობრებო. და ამასობაში მე ერთი წამით დავხედავ ხორცი რა მდგომარეობაშია. ეხლა კარგად ამოურიოთ ამას. დავახუროთ თავზე და კიდევ ვადროოთ რამდენიმე ხანი. ეს. აი ეხლა აქ უნდა დავუმატოთ პროდუქტი, რომლის გარეშეც ეს კერძი არ არსებობს, ანუ არ მომზადდება და არ იქნება ლაზანია პარმეზანის გარეშე მეგობრებო. ეხლა უყურეთ რას ვიზამ მე. ავიღებ სახეს, მოვიმარჯვებ ყველაზე სქელი მხრიდან და დავიწყებ პარმეზანის დახეხვას. ეხლა რა ვშვებით? ეს უნდა ჩავუმატოთ აი აქ. ჩავძიროთ და ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ყველაფრის მორევა, რომ პარმეზანი ჩვენს სოუსში ჩადნეს. ეხლა ამ პროცესში ჩვენ შეგვიძლია უკვე დავუმატოთ მარილი. აქ ნახოთ რა ხდება. აქაც ყველაფერი გადასარევათაა. როგორც ვატყობ. ესე იგი, აქაც ეხა მეგობრებო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ეს არის წითელი მშრალი ღვინო. აქ არის დაახლოებით 250-220 გრამი. დავუშვათ პირდაპირ აი აქ. ესე. დავახუროთ თავსახური და ვადროოთ. ამასობაში შევხედოთ ბეშამელს. თუ მაგალითად გრძნობთ, რომ ძალიან ჩასქელდა სოუსი, შეგიძლიათ გაათხელოთ, ანუ დავუმატოთ რძე. მე ამ შემთხვევაში არ ვუმატებ რძეს, მივიღე ზუსტად ის კონსისტენცია, რომელიც მე მინდა, ანუ აი ის მასა არის, რაც მე მიყვარს, აი ესე სქელი და გემრიელი. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენს მეორე სეზონს გადაცემა უცხოსუნარიცას ქვია ახალი გემო ძიებაში და ის ახალი გემო, რომელიც დღეს იქნება, ეს გახლავთ მეგობრებო, ტარხუნა, რომელსაც მე დავუმატებ აი ესე ცოცხლად, აი ფარში. ოჰოჰოჰოჰო, რა არომატი აქვს ბიჭო. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ორივე სოუსი მზადაა და უკვე შეგვიძლია, რომ გადავიდეთ დასმით ეტაპზე, უნდა დავიწყოთ ლაზანიას აწყობა მეგობრებო. პირველი ფენა მიდის სოუსი.
არის ძალიან მცდარი წარმოდგენა ლაზანიასთან დაკავშირებით, რომ აი ეს ცომის ფენები, ანუ ეს პასტა წინასწარ უნდა მოიხარშოს. არა და არა, იმიტომ რომ არც ერთი იტალიელი ამას არ ხარშავს, მეგობრებო და ისე არ აწყობს, როდესაც აკეთებს ლაზანიას. ეს არის დამუშავებული ცომი, რომელიც არის გამხმარი და ზუსტად იმიტომ არ უნდა მოვხარშოთ ეს წინასწარ, რომ აი ეს ცომის ფენები ცხობის დროს უკვე იხარშება და უფრო ადვილად ისრუტავს იმ გემოებს, რაც ჩვენ გვჭირდება, ანუ შეისრუტავს აი ამ ორივე соуსის არომას და გემოს, რაც აუცილებელია ამ კერძის მოსამზადებლად. მაშინ ასე, აი ესე დავაწყოთ ფენები. დავანაწილოთ. ვაიმე, რა მაგარი სუნი აქვს, სასწაულმოქმედი სუნი მიცა და არომატი ამ ყველაფერს ტარხუნა მეგობრებო. აი ესე გავათანაბროთ, ანუ გავაშუალებდოთ, რომ კარგად გქონდეს ყველაფერი. შემდეგ ისევ ბეშამელი. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ მეგობრებო, რომ მე შეგნებულად არ ვათხელებ соуს. მე მიყვარს ესეც სქელი, როდესაც არის. თქვენ თუ გინდათ რომ ცოტა თხელი იყოს, შეგიძლიათ დავუმატოთ რძე. ისევ ფენები. რაც შეეხება მეგობრებო პომიდორს, ანუ ეს არის დახეხილი პომიდორი, შეგიძლიათ, როდესაც ხორცი ითუშება, მაშინ დაუმატოთ და მასთან ერთად მოითუშოს, შეგიძლიათ უკვე გამზადებულ ფენებს შუა ჩაასხათ. მე მირჩევნია აი ესე გამზადებულ ფენებს შორის მოვათავსო, იმიტომ რომ უფრო ცოცხალი და უფრო მკვეთრი იქნება პომიდორის გემო, რომელიც უფრო გააკეთილშობილებს ჩვენს კერძს. გავდივართ ფინიშზე. ესე მეგობრებო. უყურე ხარ რა ხდება. სულ ბოლოს, ანუ როდესაც ბოლო ფენას ჩავდებთ ხორცს, მე ვუმატებ კონდარს მეგობრებო. და ძალიან ცოტა პაპრიკას. და ნუ სულ ბოლოს ისევ соуსი ბეშამელი. მაშ ასე ბოლო შტრიხი მეგობრებო. ისევ ზემოდან მოხეხილია პარმეზანი. ვაყაროთ. მაშ ასე მეგობრებო, ლაზანია თითქმის მზად არის. ეს სილამაზე მიემგზავრება ღუმელში, ტემპერატურა 200 გრადუსი, მომზადების დრო დაახლოებით 35-40 წუთი. Hey baby, you are in my mind so heavenly. Hey baby, you are the way I like my world to be. მაშ ასე მეგობრებო დაგიბრუნდით ჩემს ძალიან კარგ და კეთილ და საყვარელ სტუმართან ერთად. ეს გახლავთ ქალბატონი ლია ჯაში, რომელიც გახლავთ პროფესიით ენდოკრინოლოგი და მასთან ერთად გავსინჯავთ ჩემს მიერ მომზადებულ ლაზანიას. პირველ რიგში გამარჯობა ქალბატონი. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, სუნი არის შეუდარებელი. უგულმეს მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. მოკლედ, მოდი ახლა მე შევესწრები, რომ ლამაზად გადმოგიღოთ აი ეს ჩვენს მიერ მომზადებული ლაზანია. ესე მეც ესე პატარა ნაჭერს დავჯერდები. მაინც ენდოკრინოლოგი მიდგას გვერდი და მოგზალებულად შევიკავებ თავს. მოდი გავსინჯოთ. სუნი არის ძალიან საინტერესო, ინგრედიენტებიც ვატყობ. დედა არ არის ცუდი. ნუ რა ძალიან გემრიელია. შეიძლება თუ არა
გვაქვს თუ არა ნამუსი რომ აი ასეთ შეჭამას დავარქვა ჯანმრთელი. ზოგადად ჯანმრთელობა არის შედარებითი ცნება. მე მაგალითად ვიტყოდი რომ ჯანმრთელობა მდგომარეობს ზომიერებაში. რამდენს შევჭამთ? გააჩნია რამდენს მივირთმევთ. ნუ გააჩნია დოზას, ზომიერებას, თუ ეხლა მთლიანად ამ ქვაბ შევჭამთ, რა თქმა უნდა ეს არ იქნება ჯანმრთელი. მაგრამ ნუ ზომიერად თუ შევჭამთ, ნუ ნებისმიერი კერძი შეიძლება ჩავთვალოთ ჯანმრთელად, ვინაიდან ინგრედიენტები საკმაოდ საინტერესოა, როგორც ხედავ. საკმაოდ კარგად არის შეზავებული. ნუ ძირითადი ესე ვთქვათ, მასა ეს არის ხორცი. ნუ საკმაოდ საქონლის ხორცი, რომელიც შედარებით, ნუ ზომიერად კალორიულია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია ყოველდღიურობისთვის, ვინაიდან არის ცილები მდიდარი პროდუქტი, შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით შეუცვლელ ამინომჟავებს, მდიდარია ბეჯგუფით, ვიტამინებით, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მდიდარია ბეჯგუფის ვიტამინებით, D ვიტამინით. ანუ აქედან გამომდინარე, ხორცი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ნუ რა თქმა უნდა, მე მაგალითად ვისურვებდი რომ ესეთი კერძს არ უნდა მივაყოლოთ პური, ვინაიდან აქ არის მაკარონის ფენები, ესე ვთქვათ, ლაზანიას ეს ცნობილი ფენები და შესაბამისად ესეც უკვე ესე ვთქვათ, აი ნახშირწყლების რაოდენობაც არის ბალანსირებული, საკმარისად. გარდა ამისა, ნუ რამდენადაც ეს ბეშამელი მზადდება კარაქით, ესე ვთქვათ, რძით და ქვილით, შესაბამისად აქ ბალანსირებულია ნახშირწყლებით, საკმაო რაოდენობის ცხიმიც არის ამ პროდუქტში. და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძირითადად პროდუქტი გურმანებისთვის და ზომიერად მირთმეული ეს პროდუქტი არ ამგონია, რომ საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის. ანუ თავარია ზომიერება ყველაფერში. ერთია ესეთი პატარა ულუფად ჩემი აზრით სავსებით საკმარისია და საკმარისია რომ დანაყრდეს ადამიანი კარგად, დანაყრდეს. ამიტომ არ ჭამოთ მეგობრებო, შაურმა, ჭამეთ ლაზანია. აი შაურმასთან შედარებით ნამდვილად უკეთესი პროდუქტია. აი ნამდვილად უკეთესი პროდუქტია, იმიტომ რომ აქ არის ძირითადად ნატურალური ინგრედიენტები გამოყენებული, რაც გულისხმობს ცოცხალ პომიდორს, ყველს, ხორცს. ანუ ეს არის ყველა სუფთა პროდუქტები გამოყენებული. რაც შეეხება შაურმაში კი არის, მაგრამ იქ არის შემწვარი ხორცი გამოყენებული. აქ არის ხორცი მოთუშული. აი აქედან გამომდინარე, ესე ძალიან დიდი სხვაობა. ანუ უბრალოდ მოთუშული არ არის, გადასწარებ წითელ მშრალგვენოშია მოთუშული. მოკლედ, ხალბატონ ლია, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ესეთი მსუყე საუბარი გამოგივიდა ჩვენ კერძთან დაკავშირებით, ასავარია მოგეწონა და გემრიელი გამოვიდა. მე საუკეთესო სურვილებით მომდენო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ ბატონები.